უნდა ვისაუბროთ გელა ხასაიას საქმეზე. ბრალდების მტკიცებით მან სხვა პირთან ერთად ხელი მოტეხა დაზარალებულს ჩხუბისას. გელა რამდენიმე თვეა ციხეში ზის, ის პოლიტიკური დევნილია, შეგვიძლია ეს თქვა ცალსახად და პირდაპირ. მის საქმეზე არსებითი განხილვა მიმდინარეობს ბოლო 19 თებერვლის პროცესზე. გამოიკლიეს ვიდეო მტკიცებულება, რამდენადაც ვიცით, რეალურად ერთადერთი ობიექტური მტკიცებულება უნდა იყოს ეს საქმეში, ამას ამბობდა ყოველ შემთხვევაში პრაქტიკა, რომელიც, როგორც ამბობენ, არაფერს ამტკიცებს გელას უდანაშაულობის გარდა. უფრო მეტი მის ადვოკატთან ომარ ფურცელაძესთან უნდა გავარჩიოთ, საღამოშტობისა. მადლობა ომარ სტუმრობისთვის. გვესმოდა პროკურატურის მხრიდან, რომ მოიტანდა მტკიცებულება, სადაც ყველაფერი ჩანდა. თუმცა ამ მტკიცებულების შესწავლის შემდეგ თქვენ ამბობთ, რომ გაჩნდა უფრო მეტი კითხვა და ეს კითხვები ძირითადად იწონის სასწორის თქვენს პინაზე. დავიწყოთ საუბარი, რა არის ეს ამ მტკიცებულებაში, ეს მთავარი ასპექტები, რასაც გამოყოფდით. გამარჯობა, დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. გულწრფელად მგონია, რომ გელა ხასაიას საქმე ძალიან მნიშვნელოვანია მისი კონსტრუქციით, მისი ესე ვთქვათ სტრუქტურით და მოვლენათა განვითარების თანმიმდევრობით. პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი, რატომ ამბობ ამას, გელა ხასაიას მიმართ დევნა არ განხორციელებულა აქციის კონტექსტში და არ განხორციელებულა მაგალითად რუსთაველის გამზირზე ან რუსთაველის პარლამენტის შენობის მიმდებარედ აქციის ძალიან ბევრი დაკავება ჰქონდა მანამდე, ვიდრე ამ სამართლებრივ დევნას დაიწყებდნენ მას. ადმინისტრაციული დაკავებები ძალიან ბევრი ჰქონდა. შეიძლება ზუსტად ის, რომ სხვა ადგილას, სხვა დანაშაულისთვის არის გელა ხასაია დღეის მდგომარეობით ბრალდებული, ვინმეს კითხვის ნიშნებს უჩენდეს მიმდინარეობს თუ არა მის მიმართ პოლიტიკური დევნა, თუმცა ცალსახადა ერთმნიშვნელოვანია რომ პოლიტიკური დევნის კონტექსტი, მათ შორის პროკურატურის ინსტრუმენტული გამოყენება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად დიდი ხანია უკვე გასცდა აქციებს და აქციების კონტექსტს და მათ შორის შესაძლებელია გამოვლინდეს იმ ფორმით, რა ფორმითაც გელას მიმართ გამოვლინდა. რაც შეეხება მტკიცებულებებს, რაც გელას მიმართ არის და რაზეც უთითებს პროკურატურა. პირველი, საიდანაც მინდა დავიწყო, ეს არის პროფესიული პასუხისმგებლობის სტანდარტი. ისევე როგორც ადვოკატებს, ასევე მოსამართლეებს, ასევე პროკურორებს გასაგებია აბსოლუტურად და ყველა პროფესიის წარმომადგენელს გვაქვს ჩვენი სტანდარტი პროფესიული პასუხისმგებლობის, რაც პირველ რიგში უნდა ნიშნავდეს იმას, რომ თუ საჯაროდ ღიად სასამართლოს ხდომის დარბაზში იქნება ეს თუ ჟურნალისტებთან გავცემთ დაპირებას, რომ ჩვენ ხელთ არის რაიმე მტკიცებულება, ეს მტკიცებულება უნდა იყოს ესეთი ნამდვილად და უნდა დავადასტუროთ. ამ მტკიცებულებით უნდა გვენახა, რომ გელა ნამდვილად არის დამნაშავე, ამას ამტკიცებდა ამ დროის განმავლობაში პროკურატურა. ამ დროის განმავლობაში პროკურატურა უთითებდა, რომ მათ არათუ ცალკეული მტკიცებულებები, არამედ პირდაპირ უტყუარი ობიექტური მტკიცებულება ჰქონდათ ვიდეო ჩანაწერის სახით, რომლითაც დაადასტურებდნენ, რომ გელა ხასაიამ ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, რომლითაც ბრალი აქვს წარდგენილი. რეალურად მოიტანეს და გამოვიკვლიეთ ვიდეო მასალა, რომლითაც დადასტურდა ის, რომ არათუ გელა ხასაიას დანაშაული არ ჩაუდენია, არამედ იგი არ ყოფილა ჩხუბისას იმ ადგილას, სადაც პროკურატურა მიიჩნევს, რომ მოხდა ამ დაზარალებულის დაზიანება და მისთვის ხელის მოტეხვა. პეთილე, მივყვეთ მაგალითად რა პუნქტებს გამოყოფთ იმის დასადასტურებლად, რაც ახლა ამბობთ. პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი პროკურატურა ამბობდა და აპელირებდა იმაზე, რომ შემთხვევა მოხდა 1 სექტემბერს, მათ გელა ხასაია დააკავეს 30 სექტემბერს და როგორც თვითონ განმარტავდნენ, დააკავეს იმიტომ, რომ 30 სექტემბერს წარმოიშვა გადაუდებელი აუცილებლობა გელა ხასაიას დაკავების. თითქოს ისინი არ ფლობდნენ იქამდე მასალებს და მტკიცებულებებს, რაც აღმოჩნდა მათ ხელში 30 სექტემბერს და ისე მოხდა მისი დაკავება, მაგრამ პროკურატურამ პირველი რაც გააკეთა, ვიდეო მტკიცებულების ჩართვისას აღმოვაჩინეთ, რომ 4 სექტემბერს არის ჩაწერილი ეს ვიდეო მტკიცებულება დისკზე. ანუ გამოდის, რომ მთელი ერთი თვით ადრე პროკურატურას ეს მტკიცებულებები ჰქონდა. და ბატონო, საზოგადოებისთვის გავამარტივებ და ვიტყვით, ჩვენ ვამბობდით, რომ გელა ხასაიას დაკავება 30 სექტემბერს, ანუ შემთხვევიდან ერთი თვის შემდეგ არ ყოფილა, ესე ვთქვათ, შემთხვევითი ამბავი, ეს იყო ძალიან კონკრეტული სპეცოპერაცია, რომ ჩვენ არ შეგვძლებოდა მოგვეპოვებინა სხვა ვიდეო მასალა, რომელსაც შეეძლო გელას უდანაშაულობა და ემტკიცება. ანუ რაღაცა როგორც წესი სათვალთვალო კამერების ჩანაწერის ვადა არის ხოლმე ერთი თვე, სტანდარტი ასეთია და
ხო. ისინი სპეციალურად დაელოდნენ მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევიდან 4 დღეში მათ ჰქონდათ ყველა ინფორმაცია, რაც 30 სექტემბერს, ისინი სპეციალურად დაელოდნენ 30 დღის გასვლას, რომ მოესპოთ ყველანაირი შესაძლებლობა ჩვენ დაგვედასტურებინა გელას უდანაშაულობა. გუშინ იქამდე სანამ შინაარსზე გადავალთ ვიდეო მტკიცებულობების, პირველი დადასტურდა ის, რომ ისინი ნამდვილად 4 სექტემბერს ფლობდნენ მონაცემებს და ნამდვილად 4 სექტემბრის მდგომარეობით უკვე მათთვის კონკრეტული კომპანია, ვისაც ეკუთვნის ვიდეო კამერები, ინახავდა ვიდეო მასალას. გამოდის რომ თუ გელა იყო დამნაშავე და ვიღაცას ხელი მოტეხა 4 სექტემბერს და ეს გამოითხოვეს, მაშინვე უნდა მომხდარიყო მისი დაკავება. ნუ ძალიან კი ბატონო, მარტივად რომ ვთქვათ, უფრო მეც გეტყვით, ამავე ვიდეო მასალით დასტურდება, რომ საპატრულო ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი შემთხვევიდან 15 წუთში გადაადგილდება შემთხვევის ადგილზე და აშკარად იკითხება, რომ ვიზუალურად ცდილობს კამერების დაიდენტიფიცირებას. ანუ ის ფაქტი, რომ 4 სექტემბერს არის ჩაწერილი, არ ნიშნავს იმას, რომ 4 სექტემბერს შეიტყო პოლიციამ კამერების არსებობის შესახებ. ჩვენ დადასტურებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონკრეტული შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი საპატრულო ეკიპაჟის თანამშრომელი შემთხვევიდან უკვე 15 წუთში აიდენტიფიცირებს ის ვიდეო კამერებს და ის ჩანს კადრებში, რომ ის უყურებს და ნახულობს ხომ არ იღებს შემთხვევის ადგილს კამერა. კეთილი, ნუ იმ ლოგიკას ემთხვევა თქვენი მსჯელობა, რომ უნდა გასულიყო ერთი თვე, რომ სხვა დამატებითი მტკიცებულებები ვერ მოგეპოვებინათ და გადავიდეთ იმ ნაწილზე, რაც ჩანს ვიდეოში და ვისარგებლოთ საეთერო დროით, რომელიც ცირია და მინდა რომ ყველაფერი მოვასწროთ. კი ბატონო, პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურდა ის, რომ მოწმეების ჩვენებისგან განსხვავებით ვიდეო მტკიცებულებებმა აჩვენა ის, რომ უშუალოდ ჩხუბის მომენტში გელა ხასაია არ არის ჩხუბის ადგილზე. მან აჩვენა ის, რომ გელა ხასაია ყველაზე, ესე ვთქვათ, ახლოს შემთხვევის მომენტთან მინიმუმ 27 წუთით ადრე ფიქსირდება ის გაივლის დამონტაჟებულ კამერას შემთხვევის ადგილის მიმართულებით, მაგრამ ამის შემდეგ გელა ხასაია არ ჩანს, მაშინ როცა ვიდეო სამეთვალყურეო სისტემის ჩანაწერებზე ჩანან სხვა ბრალდებული და დაზარალებული. და ჩხუბიც ჩხუბის ფაქტი არ არის ასახული, ვინაიდან ეს პირდაპირ არ იღებს შემთხვევის ადგილს, მაგრამ იღებს შემთხვევის ადგილამდე მისასვლელ ერთ-ერთ მთავარ გზას, სადაც ჩანან დაზარალებული, სადაც ჩანს ბრალდებული, ჩანს ის, რომ ეს ადამიანები გადაადგილდებიან, ტოვებენ შემთხვევის ადგილს, გადიან შემთხვევის ადგილიდან, მაგრამ არ ჩანს გელა ხასაია 27 წუთზე ახლოს შემთხვევის მომენტამდე. ამის შემდეგ გელა ხასაია, მე შეგახსენებთ, რომ პოლიცია ამტკიცებდა, რომ გადაუდებელი აუცილებლობით გელა ხასაიას დაკავება, იმიტომ გახდა აუცილებელი 30 სექტემბერს, რომ გელა ხასაია შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ მაშინ როცა საპატრულო ეკიპაჟი უკვე მისულია შემთხვევის ადგილზე, აქედან 6 წუთში გელა ხასაია აბსოლუტურად სხვა მიმართულებიდან გაივლის შემთხვევის ადგილთან. პოლიცია არის იქ და გელა გაივლის. კი ბატონო, მაშინ როცა პროკურორად გამორიცხავს, რომ ის არ მიმალა. სადმე მიმალა ცდილობდა, საერთოდ ის იმას გამორიცხავს, რომ გელა ხასაიას ინტერესი ჰქონდა იმისი, რომ ან პოლიციას, ან შემთხვევის ადგილს მორიდებოდა. საზოგადოებამ და მსმენელმა თვითონ გადაწყვიტოს, რამდენი დამნაშავე დადის მისეირნებს, ესე ვთქვათ, შემთხვევის ადგილზე, მაშინ როცა შემთხვევის ადგილი ჩაიდინა და იქ პოლიცია დადის და გადაადგილდება. მხოლოდ მაღალი კლასის ფილმის სცენარებში ესე დამნაშავე შემთხვევის ადგილზე მიდის. კარგით, გავაგრძელოთ და დაზარალებული ამბობს, რომ ამ ჩხუბის დროს გელამ მას ხელი მოსტეხა, ხო? კი ბატონო. ამასაც აბათილებს, რამდენადაც ვიცი, ვიდეო მტკიცებულება, რომელიც თავარი უნდა იყოს პროკურატურისთვის. კი ბატონო, მოდი ორ ნაწილად გავყოთ. ბრალდების ხარ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გელოსთვის ბრალი წარედგინა 118 მუხლით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას და თავისუფლების აღკვეთის სახით ითვალისწინებს 4-დან 6 წლამდე სასჯელს. ის გადაწყვეტილება ყველა რეალობაში სისხლის სამართლის კოდექსი ითხოვს ამას და საპროცესო კანონმდებლობა ითხოვს, უნდა ეყრდნობოდეს შესაბამის საექსპერტო დასკვნას, რომელიც იტყვის, რომ დაზიანების ხარისხი არის ნაკლებად მძიმე. რეალურად მსგავსი საექსპერტო დასკვნა საქმეში არ არსებობს. არსებობს სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელზეც ექსპერტმა გამოძიებას მიმართა, რომ ამ სამედიცინო დოკუმენტაციით არავითარი მოტეხილობა არ დგინდება. ეხლა ნახეთ იმის გასამყარებლად, რომ ამ ადამიანმა, ეგრეთ წოდებულმა დაზარალებულმა და მოდი პირდაპირ ვიტყვით, აქ დასამალე არაფერი არ არის, ჩადუნელია ეს ადამიანი, ვინც დაზარალებულად პოზიციონირებს ამ სისხლის სამართლის საქმეში. ერთის მხრივ ის არის, რომ ვერ წარადგინა დოკუმენტაცია, რომელთაც დადასტურდებოდა მის ხელის მოტეხვის ფაქტი და მსგავსი დოკუმენტი საქმე გადაწყვეტილება საექსპერტო დასკვნა საქმეში არ დევს და მეორე მხრივ ჩვენ გვაქვს ვიდეო მასალა შემთხვევიდან დაახლოებით 5-6 წუთში ის ადამიანი დაზარალებული ჩადუნელი როგორ მიატარებს და მიატარებს დაახლოებით 20 კილოგრამიან
სკუტერს და იმავე ეგრეთ წოდებული და თითქოს დამოტეხილი ხელით იყენებს მობილურ ტელეფონს. მე არ შევალ სპეკულაციაში SMS გზავნის თუ რაიმე სხვა საკეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ მოტეხილი ხელით ჯერ 20 კილოგრამიან სკუტერს იჭერს და ატარებს, ხოლო მეორე შემთხვევაში მობილურს იყენებს თავისუფლად. მინიმუმ ჩემზე უკეთ მაინც. კეთილი. კარგით, მცირედ რო გრჩება დაახლოებით 2 წუთი, კიდევ რა არის თქვენი სათქმელი, ამაზე ვისაუბროთ. ალბათ საზოგადოება აი ამ ვიდეო მასალასაც ნახავს, რაღაცა დროს, როცა თქვენ საჭიროდ ჩათვლით და ამ მტკიცებულებებით ჩვენ რომ ისე დავბრუნდეთ თითქოს და ძალიან სამართლებრივ ქვეყანაში, როგორი გადაწყვეტილება უნდა დადგეს. კი ბატონო, მთავარი და ძალიან მნიშვნელოვანი ბრალდების მხარე გუშინდელ განცხადებაში, განსხვავებით იქამდელი განცხადებებისგან, ამბობდა, რომ უკვე მოწმეთა ჩვენებებს ეყნობა და არა ვიდეომტკიცებულებებს, იმიტომ რომ ისინი ტყუილში ვამხილეთ, ვაჩვენეთ ის, რომ არავითარი შემთხვევის ვიდეო არ არსებობს და გელას დანაშაულის ვიდეო მასალა არ არსებობს, მათ იმედად დარჩათ მოწმეები. ბუნებრივია, ცალკე აღებული სამი მოწმის ჩვენება შეიძლება ნებისმიერ სასამართლოსთვის იყოს საკმარისი იმისთვის, რომ ვინმეს მიმართ გამომტყუნებელი გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ კატეგორიულად თქვენი ეთერის მეშვეობით მინდა განვაცხადო, რომ ეს არ იქნება გასეირნება ამ მოწმეებისთვის, მათ ჩვენ არ მივცემთ უბრალოდ სასამართლოში მოსვლის, სრულ ჩვენების მიცემის და მე სასამართლო შენობის დატოვების და ცხოვრების შვიდად გაგრძელების საშუალებად, მათ მოუწევთ მისცენ სიმართლე მიაწოდოს მართალი ინფორმაცია სასამართლოს, ვინაიდან საქმეში უკვე არსებობს და გამოკვლეულია ვიდეომტკიცებულება, რომელიც მათ მიერ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას გამორიცხავს და შეუძლებელია ვიდეო მასალა და ეს მოწმეები ყველაფერი ერთდროულად იყოს სიმართლე. ვიდეო მასალა პირდაპირ გამორიცხავს ამ ხალხის მიერ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას. ანუ გამოდის, რომ ადამიანებმა ამ გამოძიებაში მიცემული ჩვენება უნდა დატოვონ, რაც არ მოდის თანხმდროში მტკიცებულებასთან, ან შეცვალონ და გადმოვიდნენ იმ პოზიციაზე, რაც არის დაცვის. კი ბატონო, თუ ისინი გაიმეორებენ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას, ვიდეო მასალასთან იმხელა წინააღმდეგობაში მოდის აღნიშნული, რომ ფაქტობრივად დადასტურდება, რომ ისინი არიან სრულ მოწმეები. და სისხლის სამართლებრივად შეიძლება დაისაჯონ ამის გამო. ძალიან დიდი მადლობა ომარ ფურცელაძე იყო ჩვენი სტუმარი.